ეთერშია ახალი 6-ზე და ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ზუგდიდში აქციაზე დასასრებად მთლიანად სამეგრელოს რეგიონიდან ჩავიდნენ მხარდამჭერები, მიკროავტობუსებისა და მსუბუქი ავტომანქანების ტოლონები უწყვეტად შედიოდა ზუგდიდში აქციას ფოთიდან, სენაკიდან, მარტვილიდან, ჩხოროწყუდან, წალენჯიხიდან ჩასული მხარდამჭერები ესწრებოდნენ, როგორია მათი შთაბეჭდილება აქციის შემდეგ. თემას გურამ როურავა განაგრძობს პირდაპირ ეთერში. გურამი კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამოშვიდობის. დაახლოებით 60-დან 80,000-მდე ადამიანი იყო დღეს ზუგდიდის მთავარ მოედანზე, ასეთია ზუგდიდის ქართული ოცნების შტაბის შეფასება. ხალხმრავლობა ნამდვილად იყო დღეს ზუგდიდის გამსახურდია სახელობის მოედანზე. სანამ შეფასებებს მოვისმენთ, დავიწყებ ბოლო ამბით, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა აქ ადგილი. ახალგაზრდები, რომლებიც აქ ასე ვთქვათ, იცავდნენ წესრიგს, ქართული ოცნების წარმომადგენლები შეესწნენ ერთ უსიამოვნო ინციდენტს, როცა ამ მოედანზე, სადაც ამ დრომდე გადაკეტილი იყო ავტომანქანებით მოძრაობა, გამოჩნდნენ მიკროავტობუსებით ახალგაზრდები, რომლებსაც აწვიათ ნაციონალური მოძრაობის მაისურებით. თქვენ ალბათ ყადში ხედავთ მათ. ისინი როგორც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, უხერხული ჟესტებით მიმართავდნენ აქ შეკრებილ საზოგადოებას. მოდით თავად იმ ადამიანს მოვუსმინოთ, ვინც შეესწრო ამ ინციდენტს. ეს არის სანდრო ყორონაშვილი. სანდრო, მოგვიყევი რა ინციდენტს ჰქონდა ადგილი? იყო პროვოკაცია მათგან გამომდინარე. ჩვენ აქ როცა მშვიდობიანი მანიფესტაციის შემდეგ ვასუფთავებდით იქ მოედანს, გამოჩნდნენ ერთი მიკროავტობუსით სავსე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. ისინი გამოხატავდნენ თავის სიძულვილს რეპლიკებით, შეურაცხყოფელი ჟესტებით. თან აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად პოლიციის მანქანას გამოჩნდა, მაგრამ მათ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს ამ დარღვევებზე, რაც ეს მიკროავტობუსი ჩადიოდა. ჩვენ როგორ შეგვეფერება ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს, ისე მოვიქეცით და არანაირ პროვოკაციაზე არ წამოვიგეთ. რა ვიცი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 1 ოქტომბერს რაც ჩვენ და ქართულ ხალხს უნდა, ყველაფერი ისე იქნება და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ქართული ხალხი. მადლობთ. ამ დროისთვისაც ეს მიკროავტობუსები განაგრძობენ ზუგდიდის მთავარ მოედანზე გადაადგილებას, თუმცა ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მოუწოდებენ არ აყვნენ პროვოკაციას. ამ წუთებში თქვენ ალბათ ხედავთ, ჩემს ზურგს უკან მიმდინარეობს მოედნის დასუფთავება და სხვათა შორის ამ პროცესში მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურთან ერთად ჩართული იყვნენ ქართული ოცნების შტაბის წევრები და მათ შორის იყო შტაბის ხელმძღვანელი ბატონი მერაბ კორეა, რომელიც საკუთარი თვალით ნახე, როგორ ასუფთავებდა და ზუგდიდის მოედანს. ბატონო მერაბ, როგორია თქვენი ასე თქვა შეფასება დღევანდელი აქციის? კმაყოფილი ხართ დღევანდელი ამ ფართომასშტაბიანი გამოსვლით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 60-დან 80,000-მდე ადამიანი დაესწრო დღეს ამ ღონისძიებას. განწყობა იყო ღონისძიებაზე არაჩვეულებრივი. ძნელია ეხა ითქვას, რომ რამდენი ადამიანი მოვიდა ამ მოედანზე, მაგრამ შემიძლია თამამად თქვა ის, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ მოედანს მსგავსი რაოდენობის ადამიანი არ უნახავს. ეს იყო არნახული შეხვედრა, იყო არნახული განწყობა. მე ალბათ ესე შევაფასებდი, ეს არ იყო უბრალოდ რიგითი შეხვედრა ამ მომჩევლებთან. ეს შესაძლოა სწორედ დღეს ჩაეყარა საფუძველი განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც ქართველმა ხალხმა აიტაცა და სწორედ აი ამ დღეს დაიწყება განთავისუფლება ჩვენი ქვეყნის იმ უზნეობისაგან, უღირსებისაგან, დაუნდობლობისაგან და არაკაცობისაგან, რაც მოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ და რაც დაამკვიდრა ბოლო წლების განმავლობაში დღევანდელმა ხელისუფლებამ. დიდი მადლობა. ზუგდიდის ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი მერაბ კორეა საუბრობდა ღია ეთერში. ჩვენ დავასრულებთ ჩართვას, თუმცა მე მინდა შემოგთავაზოთ ჩართვის დასასრულს კომენტარები, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ამ აქ შეკრებილი საზოგადოებისა. თქვენ მოისმენთ ამ კომენტარებს და მე აქვე დაგემშვიდობებით. მთავრობის გვერდით დავდგები, რომელიც მშვიდობას მოგვიტანს და არა შიშის ქვეს ვიყოთ და ლუკმაპური ვეძებოთ ჩვენ აი განათებულ საქართველოში. სიტყვით ვერ გადმოსვით, რაც სამეგრელოში მოხდა. ნათქვამი იყო, სამეგრელო საქართველოს ხერხემალია და მე შემოვავლე ყველა მეგრელებს ასეთი ერთგულების. აი ჩვენ გუშინ იუსტიციის სახლის გახსნის დროს მიშამ მიმართა საქართველოს. გამორთეთ ტელევიზორები და ნახეთ გარეთ რა კარგი რამეები ხდებაო. ეხლა მე მიმართავ მიშას, არა პრეზიდენტს, მიშას მიმართავ, თავისი ბარბაროსების ხროვას მიმართავ. ეხლა მათ ჩართულ ტელევიზორები და ნახონ რა ხდება დღეს საქართველოში. კიდევ კარგი რომ მუშაობა მიტოვებული მაქვს, თორე ბავშვ თვალებში როგორ ჩავხედავ ამის დამნახველი.